როგორი წილადია 15 მერვედი, წესიერი თუ არაწესიერი. მოდი ჯერ გავიხსენოთ საერთოდ რა არის ამ წილადში 15 და რა არის 8. ესე იგი 15 ამ წილადში არის მრიცხველი. ხოლო 8 არის მნიშვნელი. ახლა, რა შემთხვევაში არის წილადი წესიერი? წესიერი იმ შემთხვევაშია წილადი, თუ მრიცხველი ესე შემოკლებით დავწერ. ნაკლებია ან ტოლია, უпростоრად, მხოლოდ ნაკლებია. ნაკლებია, მკაცრად ნაკლებია მნიშვნელზე. მნ-ზე. ესე იგი, ზემოთ არის რიცხვი, ანუ მრიცხველი, ნაკლები თუ არის მნიშვნელზე, ამ შემთხვევაში წილადი არის წესიერი. ხოლო იმ შემთხვევაში თუ გვაქვს მრიცხველი, რომელიც მეტია ან ტოლია მნიშვნელზე, მაშინ არაწესიერია წილადი. რეალურად უფრო ზუსტი იქნებოდა მეთქვა ასეთი რამ. თუ აბსოლუტური მნიშვნელობა მრიცხველის ნაკლებია აბსოლუტურ მნიშვნელობაზე ნიშნელისა. და აქ კიდევ თუ მეტია ან ტოლია, იმიტომ რომ აქ არ მიაქცია ყურადღება, დადებითი რიცხვები არის და პირდაპირ მეტობა ნაკლებობაზე ვისაუბრებ ჩვეულებრივი მრიცხელ მნიშვნელის, მაგრამ შეიძლება უარყოფითი იყოს, ხო? ეს ამიტომ უნდა ვთქვათ აბსოლუტური მნიშვნელობა. ესე იგი, მრიცხელის აბსოლუტური მნიშვნელობა თუ ნაკლებია მნიშვნელის აბსოლუტურ მნიშვნელობაზე, მაშინ წილადი არის წესიერი. საპირისპირო შემთხვევაში არაწესიერია. ეხლა აქ ვნახოთ. აქ აშკარად პირდაპირ 15 მეტია 8-ზე. ვაიმე, როგორ რუიანია ეს. 15 მეტია 8-ზე. თუ მეტია 8-ზე, მეტია ან ტოლიას ცხადი აკმაყოფილებს, ხო? ესე იგი, გამოდის, რომ ამ შემთხვევაში გვაქვს არაწესიერი წილადი.